ნიუ-მექსიკოში წასვლა ახლო მომავალში ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, რადგან ფინანსები სულ სხვა რამისთვის მქონდა განკუთვნილი, მაგრამ გიომ დამარწმუნა, რომ უნდა წავსულიყავით და თან რადგან მისი კრედიტიც ამის საშუალებას იძლეოდა, საკრედიტო ბარათს წამში მუსრი გავავლეთ. აეროპორტში მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ უსინდისო Spirit Airlines-მა არც კი გაგვაფრთხილა, ისე გაგვიუქმა ფრენა და ჩვენც უკვე ნაქირავების სახლის, საჰაერო ბუშტის და მრავალი სხვა ხარჯი წყალში რომ არ ჩავყრო და შემდეგ რეისზე ლოდინი და მთელი ღამის აეროპორტში გატარება მოგვიწია. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა და თლად სახლში დასაბრუნებლები არ გავხდით. აეროპორტში გათენებული ღამე არც ისე ცუდი აღმოჩნდა, როგორც ველოდით. მას შემდეგ, რაც რეისის გაუქმებისგან მიღებულმა შოკმა გადაგვიარა და გავაცნობიერეთ, რომ მთავარია ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ და დანარჩენს ყველაფერს ყოველთვის ეშველება, სიხარულის ნიშნად აჭარული ცეკვა მოვცხეთ შუა აეროპორტში და შემდეგ ჩვენც არ ვიცით როგორ Samsung-ისა და iPhone-ის შედარებით დაწყებული დისკუსია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დავით აღმაშენებელზე საუბრით დასრულდა. ამასობაში ფრენის დროც მოვიდა და ვიდრე ტეხასში ჩავფრინდებოდით, თვითმფრინავში ატირებული ბავშვის გასაჩერებლად კლოუნად გადაქცევაც მომიწია. ბავშვი ტირის, მე თვალებზე ხელს ვიფარებ და ვემალები. როგორც კი ჭიტას დავიძახებ, მის ანთებულ, გაღიმებულ თვალებსა და ლოყაზე ჩამოგორებულ იმ ცრემლს ვხედავ, რომლის გაჩენის მიზეზიც სამყაროში ღმერთის გარდა არავინ იცის. ბავშვი მშვიდდება და ჩვენც ნელ-ნელა დალასში ვეშვებით, საიდანაც ნიუ-მექსიკოში უნდა გავფრინდეთ. სულ ცოტა ხნის წინ აქ 6 მეგობარი ერთად წამოვედით სამოგზაუროდ და ახლა მათი ნაწილის გარეშე აქ ყოფნა რაღაცნაირი უცნაური გრძნობაა. მინდა რომ ისინიც აქ იყვნენ. ახლა კი ისევ ფრენა. უკვე რახანია გზაში ვართ და როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. სახლი მყუდრო და ლამაზია. ჩვენც ოთახებს დროულად ვინაწილებთ. მე როგორც გოგოს ბიჭები ჯენტლმენურად საუკეთესო ოთახს მithმობენ და სახლის თვალიერებას ვიწყებთ. კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოებს უცნაურობას ვამჩნევთ. თქვენც ხედავთ ხომ? ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, სახლის პატრონი აშკარად ვერ არის კარგად. კახეთში მასზე იტყოდნენ, რომ შიფერი აქვს დაცურებული. აი, ჩემი აზრით კი ამ ბიჭს მართლა მაგრა დაკლია. თვითონ ცდილობს კარგად გაგვიცნოს, მე კი ყველანაირად თავს ვარიდებ. ბოდიშს ვუხდი და დასაძინებლად მივდივარ. მეორე დღეს წინასწარ ნაყიდი ბილეთებით ფესტივალს ვესწრებით, სადაც ერთად აფრენილი მრავალი საჰაერო ბუშტი უნდა დავინახოთ. მაგრამ ადგილზე მისულებს ერთი ბუშტიც არ გვხვდება. ფრენის გაუქმების არ იყოს, ესეც ჩაიშალა. მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოვედით, საჰაერო ბუშტების ფესტივალზე დასწრება იყო. სამაგიეროდ ორგანიზატორებმა დღის ბოლოს საოცარი სანახაობით დაგვაჯილდოეს და კომპენსაცია ჰაერში გამოსახული 3D შოუთი და ულამაზესი ფოიერვერკების ფონზე დაასრულეს. მსგავსი სილამაზე აქამდე არასდროს მინახავს და ეს კადრებიც ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოვა. ერთი სული გვაქვს, როდის გათენდება, უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორ აფრინდება ჩემი საჰაერო ბუშტი მზის ამოსვლის ფონზე და როგორ გადავიღებ საოცარ კადრებს. დილით ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მთელ ქალაქს ძინავს, ჩვენ დანიშნულების ადგილისკენ მივემართებით. აბა თუ მიხვდებით, ადგილზე მისულებს რას გვეუბნებიან. უამინდობის გამო ეს გეგმაც ჩაგვეშალა. მე მგონია, რომ ვიღაცის თვალი გვეცა. გიო კი მარწმუნებს, რომ არანაირი თვალი არ არსებობს და ეს ამდენი ჩაშლილი გეგმა მხოლოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი. მაინც არ მჯერა, ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა, სიზმარი უნახე აქ წამოსვლამდე, ჩემს სიზმრებს კი ყოველთვის ვენდობი. რა გაეწყობა, ვცდილობთ დრო არ დავკარგოთ და ახლო-მახლო ყველაზე საინტერესო ადგილს, სანდიას მთას ვსტუმრობთ, რომელიც ბევრმა თქვენგანმა ჩემს ულამაზეს კახეთს, სიღნაღიდან გაშლილ ალაზნის ველს, ზოგმა ყინწვის, ზოგმაც კი მთაწმინდას შეადარა. იქ საყვარელმა ტაქსის ძღოლმა დამატებითი თანხის სანაცვლო დაგვიყვანა და რადგან ამინდისთვის შეუფერებლად იყო ჩაცმული, თვითონ მანქანაში დაგველოდა. გიო თავის დრონს აფრიალებს ჰაერში, მე კი ვგრძნობ როგორ მიulis სიცივე ძვალსა და რბილში. ვცდილობ რაც შეიძლება მეტი კადრი გადავიღო, ღრმად ჩავისუნთქო ბუნების ეს საოცრება, უფრო მეტად რომ შევიგრძნო და დროულად დავბრუნდე ავტომობილში. ვიცოდით, რომ მთაზე განსხვავებული ტემპერატურა იქნებოდა, მაგრამ ასეთ სიცივეს ნამდვილად არ ველოდით. სვანეთშიც კი, სადაც ზაფხულში ზღუმელს ანთებენ, მგონია, რომ უფრო მაღალია ტემპერატურა, ვიდრე ამ გამყინვარებაში.
სიცივეს მალე ბიჭებიც გრძნობენ და ხვდებით, რომ აქ სანახავი მეტი არც არაფერია. ამ ზღაპრული ხედებიდან ისევ უდაბნოში გაშენებულ ქალაქს ვუბრუნდებით და ძღოლს ვთხოვთ მატარებლის გაჩერებასთან დაგვტოვოს. დედაქალაქში წასვლა გადავწყვიტეთ. მატარებლის ლოდინში ალბუკერკეს დაუნთაუნი მოვიარეთ. ირგვლივ ყველაფერი დაკეტილია. თავი ნაქალაქ არ შემგონია. ჯაჯო ნახევრად რუსულად მეუბნება რაღაცას. ყაზახეთშია გაზრდილი და რუსული მისთვის ქართულის შემდეგ მეორე ენაა. ლაპარაკისას თან მეკითხება ხომ ყველაფერი მესმის. მე კი აგერ უკვე მერამდენედ ვეუბნები, რომ რუსული არ ვიცი. ადამიანი თუ გინდა დასაჯო, აქ უნდა გამოუშვა. მეუბნება და ორივე ვხედავთ, რომ აქ სანახავი დიდი არაფერია. სახლში მოვდივართ, წესრიგდებით და ტაქსის ვიძახებთ დედაქალაქში წასასვლელად. ამასობაში გიო ისევ თავის დრონს უჩხიკინებს. ააფრენს და უცებ ვეღარ დააფრინა. დრონი ხის ტოტებში გაიჭედა, ყველაზე მაღლა, კენწეროში. ამასობაში ტაქსიც მოდის, ტაქსის მძღოლი და ჩვენი შიფერდაცურებული მასპინძელი ერთად ცდილობენ დახმარებას, მაგრამ არაფერი გამოდის. დრონი ხის კენწეროზე რჩება, ჩვენ კი დედაქალაქში მივდივართ იმ იმედით, რომ უკან დაბრუნებულები ჩვენს მფრინავ აპარატს, რომელსაც უკვე ადამიანი შევარქვით, უვნებლად დავიბრუნებთ უკან. ალბუკერკედან სანტა-ფესკენ მიმავალი გზა გრძელი და ძალიან ლამაზია. გზაში ტაქსის მძღოლს ველაპარაკებით და 1 საათში დედაქალაქის ულამაზეს დაუნთაუნში ჩავდივართ. დახვეწილი არქიტექტურა და ლამაზად ჩაცმული ხალხი. მაშინვე იქცევს ჩვენს ყურადღებას. სამივეს გვშია და Google-ში იტალიურ რესტორანს ვპოულობ. წვიმიანი საღამო, მყუდრო გარემო და ჭიქა ღვინო. სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ეს გვჭირდებოდა და 2 ჭიქის დალევის შემდეგ სტრესი მეხსნება. ყველა პრობლემა მავიწყდება და სასაცილო სტორების ჩაწერას ვიწყებ Instagram-ზე. ისევ ჩვენს მძღოლს ვურეკავთ, კვლავ იმავე ადგილას ვხვდებით, სადაც დაგვტოვა და სახლში მივყავართ. გზაში მრავალ საჭირბოროტო საკითხთან ერთად განვიხილავთ, თუ რატომ უნდა გავხდეთ ვეგეტარიანელები და შესაძლებელია თუ არა ოდესმე კაცობრიობამ უარი თქვას ხორცის ჭამაზე. მე გულწრფელად მგონია, რომ ჩვენი მომავალი თაობები ჩვენზე მეტად ჰუმანურები იქნებიან და შერცხვებათ, რომ მათი წინაპარი ოდესღაც ხორცის მჭამელი იყო. მაგრამ მაგ ევოლუციამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ახლა და ამ წამს ჩვენთვის მთავარი პრობლემა ხის კენწეროზე დარჩენილი დრონია. ჩაცვლისთანავე შემოვესიეთ ხეს. იქვე მეზობლად ავტოფარეხში ანთებულ შუქს ხედავ და დახმარების თხოვნით მივდივარ უცნობ კაცებთან. მათაც ისე უხარიათ ვიღაცისთვის საკუთარი თავის საჭიროება რომ იგრძნეს, თითქოს ამ მომენტს დიდხანს ელოდნენ. ერთმანეთზე უფრო გრძელი ჯოხები მოაქვთ და ჩვენთან ერთად ცდილობენ დრონის უსაფრთხოდ ჩამოღებას თვალუწვდენელი კენწეროდან. გიო ხის ტოტებს ბერტყავს, მე და ჯაჯო ხის ძირში ვდგავართ, ხელში გაშლილი პირსახოცი გვიჭირავს და დრონის უსაფრთხოდ დავარდნას მოუთმენლად ველით. და აი ისიც, ამდენი ადამიანის დახმარებით ჩვენი პატარა მფრინავი ობიექტი კვლავ ჩვენთანაა და ხვდებით, რომ მეზობლების გარეშე ვერაფერსაც ვერ ვიზამდით. მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო. ამ საღამოს ჩვენი უცნობი მეზობლები ნამდვილად მოგვევლინენ უკუნეთ ღამეში მზის სხივებად. სახლში კი ჩვენმა მასპინძელმა გამოსამშვიდობებელი საღამო მოგვიწყო. საქართველოში ასეთი საღამო ალბათ ყანწების სმით დასრულდებოდა. ჩვენთან კი ბიჭებმა კარაოკე შეუბერეს და ვიდრე მასპინძელმა პირობა არ ჩამოგვართვა, რომ მასთან კვლავ დაუბრუნდებოდით, დასაძინებლად არ გაგვიშვა. ჩვენც პირობა დავდეთ, რომ ნიუ-მექსიკოში ჩასვლისას მას როგორც ძველ მეგობარს აუცილებლად ვესტუმრებით. მანამდე კი ქართული სტუმართმოყვარეობა გამოვავლინეთ და სტუმრად დავპატიჟეთ ჩვენთან, ნიუ-იორკში. ნიუ-იორკი ჩვენი სახლია და ამ სახლამდე მისასვლელად ნახევარი კონტინენტი უნდა გადავიფრინოთ. ვიძინებთ იმაზე ფიქრით, რომ გზად ლას-ვეგასში უნდა გავჩერდეთ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რომ მთელი დღის გატარება ისევ აეროპორტში მოგვიწევს. ფრენა ჩვენთვის კვლავ არ შესრულდა. ახლა უფრო მეტად მჯერა, რომ ვიღაცის თვალი გვეცა, გიო კი ჯიუტად მიმტკიცებს, რომ არანაირი თვალი არ არსებობს. თქვენ რას ფიქრობთ?